თბილისის საკალათო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანი საქმეზე სასჯელის განსაზღვრის სხდომა იმართება. წინა პროცესზე მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნოდა დღეს სასჯელს განსაზღვრავს. დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება. ანა ნასყიდაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. ჩემი ოჯახი გადაეყარა ძალიან დიდ დანაშაულებრივ ბანდას, რომელიც საშიშია მთელი სახელმწიფოსთვის. და მე ნათქვამს ვიმეორებ, რომ მოსამართლეს ამ წუთში აქვს პეპლის ეფექტის ვალდებულება საქართველოს მომავლის მიმართ და დარწმუნებული ვარ, ამას კარგად იზიარებს, კარგად იაზრებს და მოლოდინი მაქვს მაქსიმალური სასჯელის, იმიტომ რომ ესენი მაქსიმალური ვადით უნდა გაარიდონ საზოგადოებას. დღეს სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულებზე დემეტრე ჩიქოვანსა და ანინა ნასყიდაშვილზე გამოაცხადებს სასჯელს, რომელიც ცალკეა ჩანიშნული როგორც არასრულწლოვნების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში ჩვენს მიერ დასაბუთებულია და მოთხოვილია უმაღლესი სასჯელი და ვარაუდობთ, რომ სასამართლო ჩვენს მოთხოვნას გაითვალისწინებს.